თოვლის ბაბუა გამონაგონი როდია, ის ლაპლანდიაში მთა კონვარტულ ტურზე ცხოვრობს. თოვლის ბაბუას ფაფუკი ხელები და ფუმფულა გრძელი წვერი აქვს. წითელი ფერის შარვალი და ზედა აცვია, რომელიც თეთრი ფერის დეტალებითაა გაწყობილი. ხუდი და ხურჯინიც წითელი ფერის აქვს. ახლანდელ ჩაცმულობას სანტა ამერიკული გამაგრილებელი სასმელის კოკა-კოლას მფლობელებს უნდა უმადლოდეს. 1931 წელს მან ნახსენები ფირმის რეკლამაში მიიღო მონაწილეობა, რისთვისაც ყველაზე ცნობილი წითელ-თეთრი კოსტუმი დაუმზადეს. თოვლის ბაბუას ახალი ფორმა იმდენად მოეწონა, რომ მუდმივად მისი ტარება გადაწყვიტა. სანტა მსოფლიოს ყველა კუთხის ბავშვთა საახალწლო სურვილებსა და ნატრვას ისმენს. თოვლის ბაბუა საშობაო დღესასწაულების გარდა მთელი წლის განმავლობაში საქმიანობს. ზამთრის გრძელ ღამეებში ბავშვების წერილებს კითხულობს. შემდეგ მთელ სამყაროს თავისი მარხილი თulis, რომელშიც 9 ირემი ჰყავს შებმული. ქვეყანაზე რა გამოლევს მკაცრ რეალისტებს, რომელთა აზრით თოვლის ბაბუის თავდადება არარეალურია. თოვლის ბაბუამ 308 მილიონ ბავშვს უნდა დაურიგოს საჩუქრები, რომელთა წონა 1.890.000 ტონას აღწევს. ასეთი ოდენობის ტვირთის საზიდად მას 155,000 ჩრდილოეთის ირემი და ბგერი სიჩქარეზე სწრაფად გადაადგილება ესაჭიროება. ისე ბევრს კი ანგარიშობენ, მაგრამ ყოველ წელს ძლიან მისგან მოტანილ საჩუქრებს. თუ სანტას არსებობაში კიდევ ეჭვგებარებათ, შეგიძლიათ ეკრანზე მითითებულ მისამართზე მიწეროთ და ის აუცილებლად გიპასუხებთ.